ქართული ოცნება აპირებს, რომ შემოიღოს ისეთი კანონი, რომელიც უცხოელ დონორს დაავალდებულებს გრანტის გაცემისას მთავრობის ნებართვა ითხოვოს. ამ კანონით ხელისუფლება განსაზღვრავს, მიიღოს თუ არა ვინმემ უცხოური დახმარება, ფინანსური ან სხვა მატერიალური სახით. მმართველ პარტიაში ამ კანონპროექტზეც ამბობენ, რომ მათ ინტერესს საქართველოს სუვერენიტეტის დაცვა წარმოადგენს. არავის არ ეკრძალება წმინდად საგრანტო ან გრანტის გაცემა ან გრანტის მიღება. აქ საუბარია იმაზე, რომ არ იყოს შემღავი, უნდა იყოს ასევე დაცული, რომ ამ ასე ვთქვათ საფარქვეშ არ იყოს სხვადასხვა დინებები, რომელიც შეიძლება რომ აქ სახეზე იყოს, ბუნებრივია ესეც უნდა იყოს დაზღვეული. ამიტომ ბუნებრივია ჩვენ ვიმოქმედებთ ოქროს წესის პრინციპით და შესაბამისად დავიცავთ ერთის მხრივ საგრანტო სულისკვეთებას, ხოლო მეორეს მხრივ ასევე დავიცავთ ცხადია და მათ შორის ეს რეგულაცია მინდა გითხრათ ემსახურება თვითონ გრანტის ნათელი მხარის პრინციპების დაცვას. ამის ქვეშ რაც უნდა მოიაზრებოდეს, სწორედაც ამას გულისხმობს. სამოქალაქო აქტივიზმის და უფლებადამცველ ორგანიზაციებში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნების ერთადერთი ინტერესი არასამთავრობო ორგანიზაციების ალტერნატიული და მთავრობის კონტროლის მიღმა მყოფი აზრის მოგუდვა და საქართველოს დიქტატორულ სახელმწიფო ჩამოყალიბებაა, რისთვისაც მმართველ გუნდს სხვა კანონებთან ერთად ამ კანონის შემოღება სურს. ეს განცხადება არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელმა პირებმა ერთობლივ ბრიფინგზე გააკეთეს. განცხადებას 20-ზე მეტი ორგანიზაცია უერთდება. აღნიშნული კანონი თავისი არსით და მოსალოდნელი შედეგით არის ხალხის დევნის აქტი და მიზნად ისახავს მოქალაქეების მმართველი პარტიის სადამსჯელო სისტემის პირისპირ დატოვებას და საერთაშორისო საზოგადოებისთვის მათი თანადგომის აკრძალვას და დაუცველი დატოვოს ბავშვები, ქალები, სტუდენტები, ხანდაზმულები, უკანონო პატიმრები, სამსახურიდან უკანონოდ გათავისუფლებულები, უკანონოდ დაჯარიმებულები, ძალადობის მსხვერპლები, შეშმ პირები, ჟურნალისტები, კულტურის, ბიზნესის და სხვა სფეროს წარმომადგენლები. ჩვენ ქართული სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები, რა თქმა უნდა, წინააღმდეგობას გაუწევთ ქართველი ხალხის დევნის აქტს, რა თქმა უნდა, გავაგრძელებთ ჩვენ საქმიანობას და გავაკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენს სოლიდარობას ეძებენ, ამ სოლიდარობას ნახავენ და ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენ ამ ბრძოლას მოვიგებთ. ქართული ოცნების პერსპექტივიდან სუვერენიტეტის განმტკიცების, ხოლო სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან ქართველი ხალხის დევნის აქტად წოდებულ საკანონმდებლო ინიციატივას პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. სამოქალაქო ორგანიზაციებში ამბობენ, რომ სხვა რუსული მიზნების მქონე კანონების მსგავსად ამ კანონსაც დაუმორჩილებლობას გამოუცხადებენ და ქვეყნის დემოკრატიის გადასარჩენად წინააღმდეგობრივ ბრძოლას გააგრძელებენ. ალეკო გვეტაძე, ევრონიუს, ჯორჯია.